დიდ მწერალთა და ფილოსოფოსთა შეხედულებები ბიბლიასა და ქრისტიანულ მორალზე. ჰაინრიხ ჰაინე. არც ხილვით, არც არამიწიერი ექსტაზით, არც ზეციური ხმით, არც სხვა რამ სასწაულებრივი სიზმრით არ შევდგომივარ გზას ხსნისას. არა. ჩემი შინაგანი განსხილოსნება წიგნთან შეხვედრით მოხდა. დიახ, წიგნთან. ეს გახლავთ ისეთივე უბრალო წიგნი, როგორც თავად ბუნებაა, ისეთივე ყოველდღიური, როგორც მზე, რომელიც გვათბობს და პური, რომელიც გვასაზრდოებს. წიგნი, რომელიც ისეთივე სიყვარულით, ისეთივე მაკურთხებელი სიკეთით გვიმზერს, როგორც სათვალიანი, ხნიერი ბებია, რომელიც თრთოლვარი ბაგეებით მოუცილებლად კითხულობს ამ წიგნს. ამ წიგნს სახელიც უბრალო აქვს ბიბლია. მას სამართლიანად წმინდა წერილსაც უწოდებენ ხოლმე. ვინც ღმერთი დაკარგა, კვლავ მოიპოვებს ბიბლიაში, ხოლო ვინც არასდროს იცნობდა ღმერთს, ამ წიგნიდან ღვთის სიტყვის სუნთქვასა და სურნელს შეიგრძნობს. ებრაელები, რომელთაც ბრწყინვალედ იციან ძვირფასეულობის ფასი, იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა მეორე ტაძრის დაწვის დროს ოქროსა და ვერცხლის ატაძრო ჭურჭელში. კანდელებრები და ლამპრები, თვით პირველ მღვდელმთავრის დიდი ძვირფასი ქვებით შემკუბილი შესამოსელი რომ გაიმეტეს და მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს. დიახ, სწორედ ბიბლია იყო ტაძრის ჭეშმარიტი საუნჯე და დიდება უფალს, რომ ეს წიგნი ცეცხლმა არ შთანთქა. დიდი მწერალი თავის თხზულებაში ახსარებანი, როდესაც იმ გავლენაზე საუბრობდა, ბიბლიის კითხვა მის სულიერ ევოლუციაზე რომ მოახდინა შენიშნავდა. ის რომ კვლავ გაიღვიძა ჩემში რელიგიურ მოგრძნობამ, ამ წმინდა წიგნის დამსახურებაა. ჩემთვის ბიბლია არა მარტო გადარჩენის წყაროს, არამედ კეთილკრძალული მოწიწების საგანსაც წარმოადგენდა. უცნაურია, მთელი ჩემი ცხოვრება ფილოსოფიის ყველა საცეკვაო ოთახში დავხეტიალობდი. გონების ყველანაირ ორგიას მთელი არსებით ვეძლეოდი. სასიყვარულო კავშირთ ურთიერთობებს ვამყარებდი ასრთა ყველანაირ სისტემასთან, მაგრამ ჩემი სულის შვებას და კმაყოფილებას ვერც ატყუოლობდი. და აი ახლა, მოულოდნელად, იმავე თვალსაზრისის მატარებელი აღმოჩნდი, რომელსაც ბიძიატომია, ბიბლიური თვალსაზრისის და მეც ამ შავკანიან ღვთისმოსავ კაცთან ერთად ასეთივე ღვთისმოსაობითა და მოწიწებით ვიდრე გმუხს ღვთისა და მისი წმინდა წიგნის წინაშე. რა უბედურებაა! მთელი ჩემი ცოდნითა და განსწავლულობით თურმე ამ ღარიბ, უსწავლელ ზანგზე, რომელიც გაჭირვებით თუ ახერხებდა კითხვას, შორს არ წავსულვარ. ბიბლიას, აცხადებს გოეთე თავის თხზულებაში სიმართლე და პოეზია, პროტესტანტულ რელიგიურ გარემოში მიღებული აღზრდის ტრადიციისა და ჩვეულების მიხედვით ვსწავლობდი. განსაკუთრებით მხიბლავდა და მიზიდავდა ძველი აღთქმის მკაცრი ბუნებრივობა და მისი ფაქიზი გულითადობა. ბიბლია ჩემში არანაირ ეჭვს არ აღვიძებდა. სულიერად იმდენად დაუნათესავდი ამ წიგნს, რომ გვერდიდან მოცილება აღარ შემეძლო. ბიბლიის მიმართ დაცული ვიყავი ყოველგვარი დაცენვისაგან, რადგან ვხედავდი მათ უპატიოსნებას, რომელთაც ბიბლიისადმი კადნიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ბიბლიაზე ამგვარი თავდასხმები ზოგჯერ წონასწორობას მაკარგვინებდა და მრისხანებაში მაგდებდა. მე პირადად მიყვარდა, ვაფასებდი ამ წიგნს, რადგან ჩემი ზნეობრივი აღზრდა თითქმის მთლიანად მისი დამსახურება იყო. მასში გადმოცემულმა მოძღვრებამ, ფაქტებმა, იგავებმა და სიმბოლოებმა ჩემზე უღრმესი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და მრავალმხრივი ზემოქმედება მოახდინა. ამიტომ ბიბლიაზე, რა თქმა უნდა, არასამართლიანი თავდასხმები ყოველთვის სისხლს მგვრიდა. შემდეგ გოეთე წერდა: ის პატივისცემა და ქებადიდება, რაც დედამიწის ყველა ხალხისა და კაცობრიობის უამრავი თაობის მიერ აღევლინება ბიბლიის მიმართ, თვით მისი შინაგანი ღირსების შედეგია. იგი უბრალოდ მარტო სახალხო წიგნი კი არ არის, არამედ ხალხთა წიგნია, რადგან მასში ერთი ხალხის ბედი მსოფლიო ხალხთა სიმბოლოდ იქცა. ამ ხალხის ისტორიის გადმოცემას ბიბლია თითქმის სამყაროს შექმნიდან იწყებს და სულიერ, მატერიალური მოვლენებისა და თავგადასავლების მთელი რიგი საფეხურების შემდეგ თვით მარადიულობის შორეულ საფეხურებამდე აყავს. ეს წიგნი ღირსია არა მარტო საყოველთაო წიგნად, არამედ ხალხთა ყოვლის მომცველ ბიბლიოთეკად იწოდებოდეს. უდავოა, რომ საუკუნეთა განმავლობაში, რაც უფრო ამაღლდება განათლების დონე, მით უფრო მეტად შეძლებენ ცხადი არაზედაპირული და უვიცი არამედ ჭეშმარიტი ბრძენი ადამიანები ბიბლია აღზრდის საფუძვლად და საშუალებად გამოიყენონ. სამყაროსა და ადამიანის ისტორიის ერთადერთი და ყველაზე ღრმა თემად, რომელსაც ყველა სული ემორჩილება,
რჩება ბრძოლა რწმენასა და ურწმუნოებას შორის. Ყველა ეპოქა, რომელშიც რწმენა ბატონობს, ნაყოფიერი, ბრწყინვალე და ამაღლებულია როგორც თანამედროვეთათვის, ასევე შთამომავალთათვის. ადამიანი ღმერთს ვერცად გაიქცევა. მას შეუძლია საკუთარი თავი ღვთის უარყოფილად, ათეისტად ჩათვალოს, მაგრამ ვერ შეძლებს უარყოს წურვილი ღვთისა. სევდა ღვთის მონასტრების გამო, რაც მას მოსვენებას უკარგავს და სულს უფორიაქებს. დაეჭვებათა დრომ განვლო. დღეს ღვთის არსებობაში იმდენადვე ცოტა სეპარება ეჭვი, რამდენსაც საკუთარ თავში. ვოლტერი. ბრმა უნდა იყოს სამყაროს სურათმა არ დაგაბრმავოს. სულელი უნდა იყო მისი შემოქმედი არ აღიარო. შეშლილი უნდა იყო მის წინაშე მუხლი არ მოიდრიგო. და შემდეგ ვოლტერი წერს: შეხედულებას რომ ღმერთი არსებობს, თავისი სირთულეები ახლავს. მაგრამ საპირისპირო შეხედულება აბსურდების ნამდვილ ნაზავს წარმოადგენს. ყველაფერი ბიბლიის შესახებ. ბიბლია მითოლოგია თუ სინამდვილის ობიექტური ასახვა. ბიბლიაზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბოლომდე ვერასდროს ამოვწურავთ მის უსაზღრო მნიშვნელობას. მოკლედ, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ყოფიერებისა და ცნობიერების არც ერთი საკითხი, რომელიც ბიბლიაში არ იყოს ასახული. წინამდებარე სტატია, რომელიც მომზადებულია ჯონ მაგდაუელის უტყუარი მტკიცებულებების მიხედვით, ბიბლიის მრავალმხრივობის წარმოჩენის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენს წინაშეა წიგნი, რომელიც იწერებოდა 1600 წლის მანძილზე. წერდა 60 თაობა. წერდა 40-ზე მეტი ავტორი. სხვადასხვა სოციალური ფენიდან: მეფე, გლეხი, ფილოსოფოსი, მეთევზე, პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი და ასე შემდეგ. მათ შორის პეტრე, მეთევზე, ამოსი მწყემსი, ისონავესი, მხედართმთავარი, ნეემია, წდე, მეღვინე, დანიელი, პრემიერ-მინისტრი, ლუკა, კურნალი, სოლომონი, ექიმი, მათე, მეზვერე, პავლე, რაბინი. იწერებოდა სხვადასხვა ადგილას. მოსე წერდა უდაბნოში, იერემია საპყრობილეში, დანიელი კლდის ქიმზე და სასახლეში, პავლე ციხეში, ლუკა მოგზაურობისას, ივანე კუნძულ პატმოსზე, სხვები ომის დროს. იწერებოდა სხვადასხვა განწყობილებით, ხან უზომოდ სიხარულით, ხანაც მწუხარების ჟამს. იწერებოდა სამენაზე, ებრაულად, არამეულად, ბერძნულად. ბიბლიის თემატიკა ასეულობით საკითხს მოიცავს, რომელიც კამათისა და აცრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ყველა საკითხი ერთმანეთთან თანხმობაშია, რადგან მთლიანად შესაქმნიდან აპოკალიფსამდე მოიცავს ერთ ისტორიას, ღმერთის მიერ ადამიანის გამოხსნას. გაისლერი და ნესკი ბიბლიის ერთიანობის იდეას ასე აყალიბებენ. შესაქმნის დაკარგული სამოთხე აპოკალიფსში დაბრუნებულ სამოთხედ იქცევა. შესაქმნში ცხოვრების ხსნისკენ მიმოვალი კარები ეხურება, აპოკალიფსში კი მარადიულად ღიაა. ბრიუსი მიუთითებს, სხეულის თითოეული ნაწილის დანიშნულების გაგება შესაძლებელია სხეულთან მიმართებაში. ასევე ბიბლიის ნებისმიერი ადგილი უნდა განვიხილოთ მთლიანად წმინდა წერილის კონტექსტში. ერთი შეხედვით ბიბლია ლიტერატურული ნაწარმოებების კრებულია, მაგრამ თუ კარგად ჩავწვდებით მის სიღრმეებს, ვნახავთ, რომ ბიბლიური დოკუმენტებით იქმნებოდა 1600 წლის მანძილზე. იწერებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, იტალიიდან მესოპოტამიამდე, შესაძლოა სპარსეთშიც კი. მათ ავტორებს ერთმანეთისგან ყოფდა არა მარტო ასეული წლები და ათასობით კილომეტრი, არამედ სოციალური წარმომავლობა. მათ შორის იყვნენ მეფეები, წყემსები, მეომრები, კანონშემოქმედები, მეთევზეები, სახელმწიფო მოღვაწეები, სასახლის კარის დიდებულები, მღვდლები, წინასწარმეტყველები, რაბინები, მკურნალები. თვით ბიბლიის ტექსტი სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. მათ შორისაა ისტორიული ჩანაწერები, კანონები, რელიგიური პოეზია, დიდაქტიკური ტრაქტატები, ლირიკა, იგავები და ალეგორიები, ბიოგრაფიები, პირადი მიმოწერა, მოგონებები და დღიურები. აღარაფერს ვამბობთ წმინდა ბიბლიურ ჟანრზე, წინასწარმეტყველებაზე და გამოცხადებაზე. ყოველივე ამის გამო ბიბლია უბრალო ანთოლოგია კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი ქმნილებაა. ანთოლოგიას არჩევს შედგენილი, ბიბლია კი არავის შეუდგენია. ბიბლიას ყველაზე მეტი მკითხველი ყავს და ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ბიბლია თავიდან რბილ მასალაზე იწერებოდა. საუკუნეების მანძილზე საბჭოთა მანქანის გამოგონებამდე მას ხელი წერდნენ, მაგრამ ოდნავადაც არ დარღვეულა მისი საერთო სტილი და სიზუსტე. ებრაელები განსაკუთრებულად ურთქელდებოდნენ ბიბლიას. ისინი ყურადღებას აქცევდნენ ყოველ სიტყვას, ყოველ ასოს, ყოველ აბზაცს. იუდეველთა საზოგადოებაში არსებობდა ადამიანთა განსაკუთრებული ჯგუფები,
რომელთა ერთადერთი მოვალეობა ხელნაწერთა სამმაგი შემოწმება და მათი გამრავლება იყო. წერს ღვთისმეტყველების პროფესორი ბერნარდ რაბი. პირველი დაბეჭდილი წიგნიც ბიბლია იყო. გუტენბერგმა თავის სტამბაში ყველაზე პირველად ბიბლია დაბეჭდა. დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიაში წერდა, რომ 1966 წლისათვის ბიბლიის სრული ტექსტი გამოცემული იქნა 240 ენასა და დიალექტზე. მისი ცალკეული წიგნები კიდევ 739 ენაზე, რაც მთლიანობაში წარმოადგენს 1269 თარგმანს. ბიბლიამ სასტიკ დევნას გაუძლო. მას დევნიდნენ რომის იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. რელიგიის სასტიკი მდევნელი, ცინიკოსი ათეისტი მწერალი ვოლტერი წერდა: ჩემი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ქრისტიანობა აღიკავება პირისაგან მეწისა და ისტორიის კუთვნილება გახდება. სინამდვილეში ისტორიის კუთვნილება გახდა ვოლტერი. ბიბლიის პოპულარობა კი ყოველდღურად იზრდება და მისი მადლი მთელ სამყაროს მოეფინება. რაც შეეხება ვოლტერის წინასწარმეტყველებას ქრისტიანობისა და ბიბლიის ბედზე 100 წლის შემდეგ, ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წელს. გაისლერსა და ნიკს მოჰყავთ ასეთი ფაქტები. ვოლტერის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ჟენევის ბიბლიურმა საზოგადოებამ ბიბლიის დასტამბვა დაიწყო. მწერალის პირად საბეჭ დასკაზე. ასე დასცინა ისტორიამ ვოლტერს. 303 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა კანონგარეში გამოცხადდა. დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. არბებდნენ ეკლესიებს, აპატიმრებდნენ და სიკვდილის ჟიდნენ ქრისტეს მიმდევრებს. წმინდა წიგნებს წვავდნენ. ისტორიამ დიოკლეტიანესაც მწარე დასცინა. 25 წლის შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ბრძანა. დამზადებული იყო ბიბლიის 50 ეგზემპლარი სახელმწიფოს ხარჯზე. 2000 წლეულის მანძილზე ურწმუნოები ყველანაირად ცდილობდნენ ბიბლიის განადგურებას, მაგრამ ვერაფერი დააკლეს მას. ბიბლია საუკეთესო ისტორიოგრაფიული წყაროა. ინგლისური ბიბლიის მკვლევარი პროფესორი იულბერ სმიტი წერს: ეს ერთადერთი წიგნია, სადაც მოყვანილია წინასწარმეტყველებანი ებრაელ და სხვა ხალხებზე, სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებზე. ანტიკურ სამყაროში მრავალი წინასწარმეტყველება არსებობდა, მაგრამ მათში არ მოიპოვება არც-ერთი ცნობა მესიის მოსვლის შესახებ. ეჭვგარესია, რომ ებრაელები გენიალური ისტორიკოსები იყვნენ. ბიბლია არ მალავს თავისი გმირების ნაკლსა თუ ცოდვებს. იგი ჩვეულებრივად, მართებულად აღწერს ყოველი გმირის დადებით და უარყოფით მხარეებს. არ მალავს არც ებრაელთა ცოდვებს, არც პატრიარქების ნაკლს. ერთი შეხედვით ეს გაუგებრობაცაა, მაგრამ ბიბლია სხვაგვარად არ შეუძლია. იგი ისტორიულ სიმართლეს აღწერს და აქ ტყუილის თქმა კრეხელობაა. ბიბლიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე. ინგლისელი მკვლევარი კლელანდ მაკაფი წერს: ბიბლიის დღემდე ცნობილი ყველა ხელნაწერი და გამოცემა რომ განადგურებულიყო, მას მწერალთა მიერ მოყვანილი ციტატებით აღვადგენდით. ისტორიკოს ფილიპე შაფისის სიტყვებით, იესო ნაზარეველმა უიარაღოდ დაიპყრო იმაზე მეტი გული, ვიდრე იარაღით მაკედონელმა, კეისარმა, ნაპოლეონმა და ჰანიბალმა ერთად. მან ისეთი სიტყვები თქვა, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის წარმოუთქვამს. თუმცა არც ერთი სტრიქონი არ დაუწერია, მაგრამ მისმა მოძღვრებამ ათასობით შემოქმედს ააღებინა ხელში კალამი. ბიბლიის გადაწერა უმკაცრესი წესების მიხედვით სრულდებოდა. შემუშავებული იყო ბიბლიის გადაწერის მეტად მკაცრი სისტემა. სინაგოგისთვის გადასაცემი ხელნაწერი უნდა შესრულებულიყო წმინდა, შეორყვნელი, ცხოველის ტყავზე. ყავი სინაგოგისთვის უნდა შეეწირა მხოლოდ იუდეველს. ყოველ პერგამენტზე უნდა ყოფილიყო 48 სტროფზე მეტი ან 60-ზე ნაკლები. ყოველ სტროფში უნდა ყოფილიყო 30 ასო. ყოველი სიტყვის ისტორია უნდა შემოწმებულიყო და თუ სამი სიტყვა უსწორმასწორად დაიწერებოდა, ხელნაწერს ანადგურებდნენ. მელანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ შავი, ის განსაკუთრებული რეცეპტით მზადდებოდა. გადამწერს ზუსტად უნდა გადაეწერა ყოველი სიტყვა, ასო, სასვენი ნიშანი. ერთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში ხელნაწერი ნადგურდებოდა. არც ერთი ასო არ უნდა ჩაწერილიყო ორიგინალთან შედარების გარეშე. ყოველ ორ თანხმოვანს შორის უნდა დარჩენილიყო თმის ან ძაფის სისქის მანძილი. ორ აბზატს შორის უნდა დარჩენილიყო 9 თანხმოვნის ადგილი. წიგნთა შორის უნდა დაეტოვებინათ 3 სტრიქონი. მოსეს 5 წიგნის ბოლოს სტრიქონის გადატანა არ შეიძლებოდა. გადამწერი უნდა ყოფილიყო ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული. მუშაობის წინ უნდა განბანილიყო. მელანში ახლა ჩაწებილი კალმით არ უნდა დაეწერათ ღვთის სახელი. მუშაობისას გადამწერს ყურადღება არ უნდა მიექცია თვით მეფისთვისაც კი. მეთვალყურის მიერ ახლის სამგზის შემოწმების შემდეგ
ძველი ხელნაწერები მიწაში იმარხებოდა ან წვავდნენ. ამდენად ძნელი არ დაეთანხმო იმ მეცნიერებას, რომელთაც ბიბლიის ტექსტ და სიზუსტე ეჭვგარეშეთ მიუჩნევიათ. ბიბლიის ისტორიულობის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტი, რომ ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლიდან მოყოლებული ბიბლიაში ჩამოთვლილი 40 მეფის სახელი ისტორიულადაა დამოწმებული. თანაც ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ მეფის ხსენებისას არ ავიწყდებათ სხვა ქვეყნის მეფეთა მოხსენიებაც. რობერტ დიკკელსონი წერს: ძნელია წარმოედგინონ ბიბლიის ისტორიულობის დასამტკიცებლად უკეთესი არგუმენტი, ვიდრე ამ მეფეთა კოლექცია. მათემატიკური ალბათობა, რომ ყოველივე შემთხვევით დაემთხვა, წარმოადგენს ერთ შესაძლებლობას 750 მილიარდიდან. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ 2000 წლის მანძილზე, რომ თაობიდან თაობაზე გადადიოდა აბსოლუტური სიზუსტით შედგენილი დოკუმენტები. კიდევ ერთი, იმის მტკიცება, რომ დღეს ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები 2000 წლის წინანდელი ორიგინალებიდან არის გადაწერილი, არათუ შესაძლებელია და საშვებზე მეტიცაა. ისტორიულ სიზუსტეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მეფეთა სახელები დამახინჯებული არ არის. უტყუაროდ მტკიცებულებათა მიუხედავად, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კრიტიკულად აფასებდა ძველი და ახალი აღთქმის უამრავ ცნობას და ბიბლია მიჩნეული იყო ნახევრად ისტორიულ, ნახევრად მხატვრულ ლიტერატურად. შესაბამისად, ბიბლია ნაკლებად სარწმუნო წიგნთა კატეგორიას მიაკუთვნის. მეცნიერებს არ ჯეროდათ სოდომისა და გომორის ამბავი. მით უმეტეს, რომ ძველ აღთქმაში ამ ქალაქების მოსრა დღევანდელ ატომურ აფეთქებას და მის შედეგებს თუ შეედრება. მეცნიერებს ავეცდებათ, რომ ღვთისმება და ძალა მეგატონებით არ განისაზღვრება. არქეოლოგიამ თავსატეხი გაუჩინა სწავლულ სკეპტიკოსებს. მიკვლეულ იქნა და გათხარეს სოდომიცა და გომორიც. დამტკიცდა, რომ ორივე ქალაქი სწორედ იმ ფორმით განადგურდა, როგორადაც აღწერილია ძველ აღთქმაში. ეჭვს იწვევს ძველ აღთქმაში ისუნავეს ძმის მიერ აღწერილი ფაქტი. კედლები საძირკვლამდე დაინგრა. ხალხი შევიდა ქალაქში ყოველი თავის მხრიდან და აიღეს ქალაქი. ისუნავესი 6:19. ისუნავის ცნობით ქალაქის კედელი გარეთ გადმოინგრა. სამხედრო სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ შეტევის ეს კედლები მხოლოდ შიგნით ინგრევა. 1930-36 წლებში არქეოლოგმა გარსტანგმა გათხარა იერიქონი და აღმოაჩინა, რომ ისუნავის ძის ცნობა სწორია. ქალაქის კედლები რატომღაც გარეთ გადმოწოლილა. გარკვეულ დრომდე უარყოფდნენ ებრაელთა პატრიარქის აბრაამის არსებობას, მაგრამ ბაბილონის ხელნაწერებში აღმოჩნდა, რომ არაერთხელაა მოხსენიებული აბრაამი ებრაელთა მამა. იულიუს ველჰაუზენი ეჭვქვეშ აყენებდა მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს განბავნის ჭურჭლის არსებობას და ამტკიცებდა, რომ ამგვარი ჭურჭლის კეთება 500 წლის შემდეგ დაიწყო. არქეოლოგიამ ეს მოსაზრებაც უარყო. ეგვიპტეში გათხარეს სამარხი, რომელიც მიეკუთვნებოდა ძველი წელთაღრიცხვის 1500-1400 წლებს. ანუ იმ პერიოდს, როცა მოღვაწეობდა მოსე. სამარხში იპოვეს მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს სარკეებისგან დამზადებული განბავნის ჭურჭელი. ისტორიკოსები მითად მიიჩნევენ დაბადებაში აღწერილ ბაბილონის გოდოლს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამ კოლოსალური შენობის ნანგრევები. რაც შეეხება ბაბილონის გოდოლის დამხობის შემდეგ ღმერთის მიერ ენების აღრევას, მსოფლიოში ცნობილი ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა ენას საერთო ძირი ჰქონდა. სხვათა შორის, ბიბლიის კრიტიკა მეტწილად იმიტომ დაიწყო, რომ სკეპტიკოსებს ღმერთი არ სწამდათ და არც მისი ყოვლადუძლებელობის დაჯერება სურდათ. მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება და სკეპტიკოსები იძულებულები არიან, რომ არსებული მტკიცებები ან მეცნიერულად ახსნან, ან დაიჯერონ ღმერთის არსებობა.